მონაცემები შემოდის. ირანში 3000-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, 53 საბრძოლო გემი განადგურდა. და ირანის დრონების თავდასხმები 83%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გაშვების ადგილები მთელ ქვეყანაში განადგურდა. მაგრამ ყველაზე დიდი სიახლეა ის, რომ აშშ-მ ირანის საიდუმლო ბუნკერები გაანადგურა. ირანს ეგონა, რომ ეს ბუნკერები უსაფრთხო იყო, მაგრამ ეს ილუზია დაიმსხვრა. ბუნკერები თავის თავში ინგრევა. აშშ-მ გამოიყენა ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები, რომლებმაც ირანის მიწისქვეშა მღვიმეები გააქრეს. აშშ-ის ტაქტიკა მარტივი და ეფექტურია. ბუნკერების განადგურებით ირანს წინააღმდეგობის უნარი ეკარგება. აშშ-მ თავისი ბომბდამშენების არმიით, რომელთა შორისაც მთავარი როლი B2 სპირიტის სტელს ბომბდამშენს ეკუთვნის, გაანადგურა ირანის მასშტაბური სარაკეტო ქალაქები და მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი შესაძლებლობა გამოიყენოს არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი იარაღი საპასუხო დარტყმისთვის. ირანის მიწისქვეშა საცავები და გაშვების პუნქტები, რომელთა აშენებასაც წლები დასჭირდა, საბოლოოდ მის დიდ სისუსტებ იქცა, როგორც ამას ვიდეოს ყურების გაგრძელებისას აღმოაჩენთ. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, ადმირალ ბრედ კუპერის ცენტრალური საღლობის ხელმძღვანელის კომენტარებით ცხადყოფს, რამდენად გამანადგურებელი იყო აშშ-ის იერიშები ირანის საიდუმლო ბუნკერებზე. ბოლო საათში ამერიკულ ბომბდამშენს ათეულობით 2000 ფუნტიანი ბომბი ბალისტიკური რაკეტების გამშვებ პუნქტებს დაუგდია, განაცხადა კუპერმა 5 მარტს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ი ასრულებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირ ბრძანებებს. ირანის მთელი სარაკეტო შესაძლებლობის მიწასთან გასწორება დაამატა. პრეზიდენტმა კიდევ ერთი დავალება მოგცა: ირანის ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიული ბაზის მიწასთან გასწორება. ასე რომ ჩვენ მხოლოდ იმას კი არ ურტყამთ, რაც აქვთ, ან მხოლოდ აღდგენის შესაძლებლობას კი არ უსპობთ. ეს არის მთელი სამხედრო დოქტრინის სისტემური განადგურება. ირანს ეგონა, რომ მისი ბალისტიკური რაკეტების უზარმაზარი მარაგი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით 1 მარტის მდგომარეობით დაახლოებით 2500 შეადგენდა, საკმარისი იქნებოდა. ირანი შეცდა. ის კარგავს რაკეტებს, გაშვების ადგილებს და კუპერის თქმით, შემდეგი იქნება საწარმოო შესაძლებლობების დაკარგვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია აშშ-ს ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბებით, რომლებიც ირანის სარაკეტო ქალაქებში ღრმად აღწევენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც მათ ირანისთვის გამოსადეგს ხდიდა. ახლა დეტალურად განვიხილოთ ეს ბომბი. კუპერი არ ასახელებს ბომბის შესახებ კონკრეტულ დეტალებს, გარდა მისი წონისა და იმისა, რომ ის გამოიყენება ირანის რაკეტების ობიექტებში ღრმად შეღწევისთვის, რათა ისინი მწყობრიდან გამოიყვანონ. ამ ორი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია ბლუას 9 ბომბებზე, რომლებიც ირანის საიდუმლო ბუნკერებზე იქნა გასროლილი. მას შემდეგ, რაც მათ GBU-31 პირდაპირ შეტევის ერთობლივი საბრძოლო მასალები მიამაგრეს, რომლებიც წარმოადგენს GPS-ით მართვად კომპლექტებს და ჩვეულებრივ ბომბებს ზუსტ იარაღად აქცევს, ამ კონფიგურაციით ამერიკის ბომბდამშენებს შეუძლიათ ირანის ბაზებზე 15 მილამდე მანძილიდან იერიში მიიტანონ, რაც სტელსის შესაძლებლობების არ მქონე ბომბდამშენებს აძლევს საშუალებას ჩამოყარონ ბომბები და გაიქცნენ, სანამ ირანის საჰაერო თავდაცვის განადგურებული ნარჩენები რეაგირებას შეძლებს. რაც შეეხება თავად ბლუას 9-ს, ბომბის წონა დაახლოებით 2000 ფუნტია, ზუსტად როგორც კუპერი ამბობს, და ის დამზადებულია ფოლადის შენადნობის კორპუსით, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ბომბა შეძლოს გამაგრებული სამიზნეების გარღვევა და განადგურება. შიგნით შესვლისას ბომბი აქტიურებს თავის მაღალი სიმძლავრის მსხვერპლად ფუგასურ ქობინს, რომელიც ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე და ქმნის დიდ კრატერს. ამის საშუალებით შესაძლებელია შემდგომი შეტევების განხორციელება, მაგალითად, მეტი ბლუას 9-ს გამოყენებით, ან თუ ბომბმა პირველივე ჯერზე საკმარისად ღრმად შეაღწია, სხვა საბრძოლო მასალების გამოყენება. ამას შეუძლია ისედაც დამანგრეველი აფეთქება მიწისქვეშა სარაკეტო ბაზის სრულ განადგურებად აქციოს. ჩვენ უკვე ვიცით ამ ბომბების შესაძლებლობები. 2025 წლის 7 თებერვალს Warzone-მა განაცხადა, რომ GB-31-ზე დამაგრებულმა ბლუას 9 საბრძოლო ქობინმა იმსხვერპლა ჰეზბოლას იმდროინდელი ლიდერი ჰასან ნასრალა და მისი რამდენიმე მაღალჩინოსანი. ისრაელმა, რომელმაც ეს დარტყმა განახორციელა, გამოავლინა მიწისქვეშა ბუნკერი, რომელსაც ჰეზბოლას ლიდერები ისრაელთან ბრძოლის კოორდინაციისთვის იყენებდნენ. ნასრალას გასანეიტრალებლად მხოლოდ 1 ბლუას 9 აღმოჩნდა საჭირო, რომელმაც დარტყმისთანავე წამიერად შეაღწია შიგნით. დარტყმის ვიდეო OSINT Defender X-ზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ბომბმა აფეთქებამდე ისე ეფექტურად შეაღწია, რომ მახლობლად მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები თავდასხმას გადაურჩნენ. სწორედ ეს გამოიყენა აშშ-მა ირანის საიდუმლო ბუნკერების წინააღმდეგ, სავარაუდოდ ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ბუნკერებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. როგორ ახერხებს აშშ ამას ისევ და ისევ? ირანის მიერ შექმნილ სარაკეტო ქალაქებში არსებობს სერიოზული და საბედისწერო ხარვეზი, რაც ამ მასშტაბის დარტყმებს შესაძლებელს ხდის, როგორც ამას აშშ ახორციელებს. მოითმინეთ და გაიგეთ, რა ხარვეზია საუბარი. მანამდე განვიხილოთ რაკეტების ქალაქის უნიკალური კონცეფცია ირანისთვის, რომლის საფუძველზე ქვეყანამ სტრატეგია შეიმუშავა მტრის მასიური რაკეტული დარტყმებით შეკავებისთვის. ირანის რეჟიმს უყვარდა სარაკეტო ქალაქები. ის იმდენად დარწმუნებული იყო მათში, რომ ერთ-ერთი ობიექტის ვიდეო ტურიც კი გაავრცელა. თითქოს ზედმეტად თავდაჯერებული იყო იმაში, რომ ვერავინ შეძლებდა მათ ხელყოფას. დემოკრატიების დაცვის ფონდი ამის შესახებ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში წერდა. თითქმის 1 წლით ადრე სანამ აშშ ირანს დაანახებდა, თუ რატომ არის ძალიან ცუდი აზრი საკუთარი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტებით თავმოწონება.
ირანის მიერ გავრცელებული ვიდეო ამ ტიპის რიგით მეოთხე იყო და მაშინ აჩვენებია თუ როგორ ინახავს ირანი ისეთ საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, როგორიცაა ჰაჯ-ყასემი და გადერ-ხ, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 1000 მილია. ასევე ნაჩვენები იყო სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტები და გვირაბების უზარმაზარი ქსელი, რომელიც ირანმა მიწისქვეშა აშენა რაკეტების მასიური მარაგების ტრანსპორტირებისა და შენახვის უზრუნველსაყოფად. ეს ირანის ძალის დემონსტრაცია იყო, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით სახეში აუფეთქდა. როგორც ჩანს, ირანმა ვერასდროს გააცნობიერა, რომ როდესაც თავის საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტებს მსოფლიოს აჩვენებდა, სინამდვილეში საკუთარი სამხედრო დოქტრინის ყველაზე დიდ სისუსტეს ავლენდა. Wall Street Journal-ის 5 მარტის ანალიზში ნათქვამია, რომ ბუნკერების მშენებლობაში 10 წლეულების შრომაა ჩადებული და გაანალიზებულია თუ რატომ განიცადა ირანმა მარცხი. აშშ-სა და ისრაელთან ირანის ომის დაახლოებით ერთმა კვირამ აჩვენა, რომ ეს ბუნკერები არ არის და ალბათ არც არასდროს ყოფილა გამარჯვების ის გასახები, როგორც ეს ირანის რეჟიმს ეგონა. ამჟამინდელი სიტუაცია ამას ამტკიცებს. ისრაელისა და აშშ-ის დაზვერვა მარტივად დაადგინა ეგრეთ წოდებულ საიდუმლო ბუნკერების მდებარეობა. საბოლოო ჯამში რთულია დამალო გზების მშენებლობა, რომლებიც მიდის საოცრად უკაცრიელ ადგილამდე. სატელიტური სურათები შეუძლია დააფიქსიროს რაკეტებისა და პერსონალის გადაადგილება ამ ბუნკერებისკენ და უკან. ესეც თავისთავად იყო ნაკლოვანებები, თუმცა არა ის საბედისწერო, რომელსაც მალე გაგიმხელთ, რადგან ამან ირანის მტრებს საშუალება მისცა ედევნებინათ თვალი და დაალოდებოდნენ. გამოვლინდა სისუსტეები და როცა დრო დადგა, განხორციელდა ისეთი ძლიერი შემღწევი ძალის მქონე იერიშები, რომ სარაკეტო ქალაქები, რომლებითაც ირანი ასე ამაყობდა, ომში თითქმის უმნიშვნელო ფაქტორად იქცა. აშშ-სა და ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები და შეიარაღებული დრონები დაფრინავენ ათეულობით უზარმაზარი მიწისქვეშა ბაზის თავზე და უტევენ რაკეტებით დატვირთულ გამშვებ დანადგარებს, როგორც კი ისინი გასროლისთვის გამოდიან. მძიმე ბომბდამშენების ტალღებმა ამ ობიექტებზე ბომბები ჩამოყარეს, რამაც ზოგან მიწისქვეშ ირანული იარაღის დამარხვა გამოიწვია. The Wall Street Journal მიმდინარე მდგომარეობაზე წერს. ირანის საჰაერო თავდაცვა, როგორც ჩანს, არ არსებობს. რაც შეეხება თავად ბუნკერებს, ისინი სასიკვდილო მახეებად იქცნენ. ბუნკერების შესასვლელები და გამოსასვლელები აშშ-ის ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბებით განადგურდა. 2000 ფუნტიანი BLU-109 ტიპის ბომბები, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ღრმად შეაღწიოს თავად რაკეტების ქალაქებში, საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ დაანგრიოს გვირაბები, რომლებიც ამ მიწისქვეშა ბუნკერებში შედის. ისინი საკმარისად ძლიერია რაკეტების გაშვების ადგილების გასანადგურებლად, რომლებიც ზედაპირთან ახლოს უნდა იყოს, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვას. ირანი როგორც ჩანს არ ითვალისწინებდა, რომ მიწისქვეშა ბუნკერი სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბუნკერში შესასვლელი და გამოსასვლელი საიდუმლო გზები. ეს გზები საიდუმლო არ არის. აშშ-მ ბუნკერების გამანადგურებელი ბომბებით ირანის სამხედროები და რაკეტები ქალაქებში ჩაკეტა, რომლებსაც ირანისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა უნდა ქონოდა. აშშ-ს მიერ მიყენებული ზიანის მასშტაბი უკვე ჩანს სატელიტურ სურათებში, რომლებიც ვრცელდება მასმედიაში. 3 მარტს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია ირანის რამდენიმე ბუნკერისა და საკვანძო სარაკეტო ობიექტის დაბომბამდე და დაბომბის შემდეგ გადაღებული ფოტოებით. ერთ-ერთი ობიექტი ისფაჰანის მახლობლად 3 მარტისთვის მიწასთან იყო გასწორებული. ქანგავაში მიწისქვეშა ობიექტის შესასვლელი 2 მარტისთვის მთლიანად ჩამონგრეული იყო. ქერმანშაჰში 2 მარტისთვის მიწისზე და შენობები განადგურებული იყო. იმავე დღეს გადაღებულ ფოტოზე კი კრატერი ჩანს სარაკეტო ქალაქის გვირაბების შესასვლელებთან. გასაგებია რაც მოხდა. კიდევ ერთი შემღწევი ბომბი ჩაეშვა მიწაში და გვირაბი ჩამოანგრია. ეს ისტორია ირანში ბევრჯერ განმეორდა. და ეს მოხდა იმ საბედისწერო ნაკლის გამო, რომელიც ადრე ვახსენე. ამ ნაკლმა ირანისთვის ყველაფერი შეცვალა და მისი მთავარი გეგმა ისეთ სისუსტედ აქცია, რომელიც იმდენად პროგნოზირებადია, რომ უკვე სასაცილოც კი. სხვათა შორის, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა საბედისწერო ნაკლი. ამ მარტივმა შეცდომამ აშშ-ს საშუალება მისცა ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები დაუნდობლად გამოეკენებინა და ირანის მთელი საომარი სტრატეგია მოეშალა. რა არის ეს? მოკლედ რო ვთქვათ, სარაკეტო ქალაქებმა ირანის სარაკეტო სტრატეგიას მობილურობა წაართვეს, მიუხედავად იმისა, რომ ირანი მათ შთამბეჭდავად თვლიდა. სემ ლაერი, ჯეიმს მარტინის გავრცელებლობის კვლევის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი, ამას დეტალურად ხსნის Wall Street Journal-ისთვის. ლაერი ამბობს, რომ ადრე მობილური და ძნელად საპოვნელი იყო, ეხლა კი ადვილად დასარტყამი. ეს ნიშნავს, რომ ირანის სარაკეტო ქალაქები, სადაც თითოეულში პოტენციურად 100-ობით ბალისტიკური რაკეტა და საბრძოლოდ საჭირო გამშვები დანადგარია განთავსებული, აშშ-ისთვის ადგილ სამიზნედ იქცა. მას შემდეგ, რაც ბუნკერების ადგილმდებარეობა გამოაშკარავდა და ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ და ისრაელმა მათი ადგილმდებარეობა ერთობლივი ოპერაციის დაწყებამდე ბევრად ადრე იცოდნენ, ირანს სხვა გზა აღარ რჩება. რა შეუძლია გარდა იმისა, რომ იჯდეს და მიიღოს ის, რასაც აშშ დაატეხს თავს. ამ ობიექტების მიმართულებით ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბებს მიყოლებით უშვებენ, რადგან აშშ იცის, რომ ირანს წასასვლელი არსად აქვს. ირანი ახლა ვერც კი ეცდება გამშვები დანადგარების ქალაქებიდან გატანას, როცა აშშ და მისი საბრძოლო თვითმფრინავები სანადიროდ არიან გამოსულები. ის შესასვლელები და გასასვლელებიც კი არ არის უსაფრთხო, რომლებიც ჯერ არ ჩამონგრეულ. როგორც კი რაკეტა დატოვებს ადგილს, ბომბიც მალევე მოხვება მას.
თანამედროვე თანამგზავრები მუდმივად აკვირდებიან და იღებენ ფოტოებს. ამიტომ ირანის ერთადერთი არჩევანი ისაა, რომ თავისი ხალხი და რაკეტები იმავე ობიექტებში დატოვოს დამარხული, რომლებიც ოდესღაც გამარჯვების გასაღებად მიაჩნდა. ირანი თავისი სარაკეტო ქალაქებიდან მასიური დარტყმების განხორციელებას გეგმავდა. ახლა მას შესაძლებლობები შეეზღუდა აშშ-სა და ისრაელის მუდმივი დაბომბების წინააღმდეგ. ეს ერთი საბედისწერო ნაკლია, რომელმაც აშშ-ს საშუალება მისცა ტალღოვანი დარტყმის სტრატეგია განეხორციელებინა, როგორც ამას ყოფილი აშშ-ს არმიის რაკეტების სპეციალისტი კოლინ დევიდი განმარტავს. ეს თავდასხმები ტალღებად მიმდინარეობს და ერთდროულად 2-3 სამიზნეს ანადგურებენ. დევიდის თქმით, ბაზები რამდენიმე ტალღის შემდეგ ეფექტურობას კარგავენ ზედაპირული ნაგებობებისა და გამშვები დანადგარების დაკარგვით. ირანის საიდუმლო ბუნკერები არ გადაადგილდებიან. ისინიც ისეთი საიდუმლო არ არიან, როგორც ირანი ფიქრობდა. აშშ-ს განუწყვეტლივ ახორციელებს იერიშებს და თავდასხმების ყოველი ტალღა უფრო მეტ გვირაბს, შენობასა და სარაკეტო გამშვებ პუნქტს ანგრევს. ირანისთვის მდგომარეობა მძიმდება. ომიდან 2 კვირაზე ნაკლებ დროში აშშ-ს დროის ფუფუნება აქვს, რადგან მხოლოდ ირანის საიდუმლო რაკეტების ბუნკერებს არ ანადგურებს სისტემატურად. მან დაშალა ირანის საჰაერო თავდაცვა, რის შედეგადაც მის ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს შეუძლიათ თავისუფლად იფრინონ ირანში. მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი აილ ზამირი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 80% მწყობრიდან გამოვიდა, რამაც აშშ-სა და ისრაელს ქვეყანაში უფრო ღრმად შეხტევის შესაძლებლობა მისცა. ირანის დედაქალაქი თეირანი ახლა დაუცველია ნებისმიერი დარტყმის მიმართ, რომელსაც მოკავშირეები განახორციელებენ. იგივე ეხება ასევე სარაკეტო ქალაქებს, რომლებმაც უკვე ძლიერი დარტყმა მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ტალღა, ბევრად მეტი ვიდრე უკვე ვნახეთ, იქნება მოსაოდნელი. ირანის ნებისმიერი ბუნკერი, რომელიც ამ დრომდე გადაურჩა შეტევას, მათთვის დრო იწურება. აშშ-ს ნებისმიერ დროს შეუძლია დარტყმა. ირანს კი მხოლოდ ის გადარჩენია, იმედი იქონიოს, რომ იზოლირებული საზენიტო სარაკეტო დანადგარები წარმატებით გამოიყენოს. The Wall Street Journal წერს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაკარგვამ მის საიდუმლო ბუნკერებს ახალი პრობლემა შეუქმნა. ამერიკის ნელ სადაზვერო თვითმფრინავებს ახლა ირანის დიდ ნაწილზე თავისუფლად შეუძლიათ ფრენიათ რაკეტების შიშის გარეშე. სადაზვერო მოქმედებები ამერიკას აწვდის დამატებით დაზვერვით ინფორმაციას, რომელსაც ირანის რაკეტების მეტი ობიექტის დასამიზნებლად გამოიყენებს. ეგრეთ წოდებული უსაფრთხო ბუნკერები მთლიანად განადგურდა 2000 ფუნტიანი გამჭოლი ბომბების ტალღების შედეგად, რომლებიც აშშ-ს ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძლია ჩამოაგდოს. და ომის ამ ადრეულ ეტაპზეც კი უკვე ნათელი ხდება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ირანის გეგმებზე, რომ რაკეტებით დაფაროს სამიზნეები. ით დაფაროს სამიზნეები. მაგალითად ავიღოთ ირანის დანადგარები. რაკეტების ქალაქებში დამალული ეს გამშვები დანადგარები უსარგებლო ხდება. ან იმიტომ, რომ პირდაპირ ანადგურებენ, ან იმიტომ, რომ იმ უზარმაზარ გვირაბებში იმარხება, რომლებიც ირანმა მათი დასაცავა დააშენა. აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ პირველ 24 საათში ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების ნახევარი მწყობრიდან გამოვიდა, წერს New York Times-ი. ეს გეგმის ნაწილი იყო. აშშ-მ ირანს წაართვა იმ რესურსების ნახევარი, რომლის გამოყენებასაც ირანი მასობრივ შეტევაში გეგმავდა, სანამ ირანს გაეგო რა ხდებოდა. 8 მარტის მონაცემებით ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით 70% მწყობრიდან იყო გამოსული. დარჩენილი დანადგარების განადგურება კი კიდევ უფრო ამცირებდა ირანის მასიური სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობას ამერიკასა და ისრაელზე. ახლა ირანის სარაკეტო გაშვებები უფრო შეზღუდულია. როგორც ცოტა ხანში გაიგებთ, ირანის თითოეული გაშვება ახლა დიდ რისკს შეიცავს. სარაკეტო სტრატეგიის კრახი ჯერუსალემ პოსტის 10 მარტის სტატიაშია აღწერილი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ირანმა 28 თებერვალს 480 რაკეტა გაუშვა, რაც ირანის სასოწარკვეთი მცდელობას ასახავს, რადგან ამერიკის ბუნკერების გამანადგურებლებმა მას მასობრივი გაშვების შესაძლებლობა წაართვეს. 9 მარტს ირანმა დღეში 40 რაკეტა გაუშვა, რაც 28 თებერვალთან შედარებით 92%-ით ნაკლებია. ეს ირანის ნებით არ ხდება. დრონების გაშვება დღეში 720-დან 60-მდე შემცირდა, რადგან დარტყმებმა გაანადგურა გაშვების ქსელი, რომელიც ირანის სტრატეგიის სარდენი იყო. იგივე გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანსა და ისრაელს შორის 2025 წლის 12-დან ომშიც ირანის რაკეტების გაშვების მაჩვენებელი 100-დან დღეში 5-მდე დაეცა 9 დღეში. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ირანის რაკეტების მარაგი არ არის ისეთ მასშტაბური, როგორც ქვეყანას სურდა ეჩვენებინა. ეს მნიშვნელოვანი არ არის, როცა ირანში ბევრი გამშვები მოწყობილობა მწყობრიდანაა. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ რისკი, რომელიც ამიერიდან ირანის ყველა გაშვებას ახლავს. გულისხმობთ, რომ აშშ-ის ბუნკერების გამანადგურებლები და სადაზვერო თვითმფრინავები კვალ მოქმედებენ და მუდმივად აკვირდებიან რაკეტების გაშვების ნიშნებს. გაშვებისთანავე აშშ-ს თავდასხმას ახორციელებს. ტრამპის თქმით, აშშ-ს 4 წუთი სჭირდება რაკეტის გაშვების დაფიქსირებიდან ბუნკერების გამანადგურებლით აღჭურვილი ბომბდამშენის გაგზავნამდე, რომელიც გაშვების ადგილს გაანადგურებს. ეს ირანს ცოტა დროს უტოვებს, რომ გამშვები დანადგარები დამალოს.
თუნდაც 4 წუთი იყოს, აშშ-ის დარტმა გაანადგურებს ირანის რაკეტის გასაშვებ გასასვლელს და რეჟიმს არჩევანს შეუმცირებს. ირანს არ აქვს შესაძლებლობა რაკეტების გასაშვებად მიწისქვეშა სილოსები გამოიყენოს. როგორც ეს ჩანს, მისი გაშვებების უმეტესობის შემთხვევაში, რომლებიც მობილური გამშვები დანადგარებიდან ხორციელდება და რომლებიც ღიად უნდა გამოიტანო. ირანმა სცადა ამ შესაძლებლობის შექმნა. ქვეყანაში მიმოფანტულია პრიმიტიული სილოსები, როგორც Wall Street Journal იუწყება. SOA სილოსები სინამდვილეში ირანის მთებში ამოთხრილი ორმოებია, რომლებიც პერსიის ყურეს უყურებს. ისინი ადვილად განადგურდება ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბებით და ასეც რომ არ იყოს, მათი შესაძლებლობები აგების თავისებურებების გამო შეზღუდულია. ახლა ირანს მხოლოდ იმედი დარჩა, რომ გადარჩება. ყოველი გასული დღე კიდევ უფრო მეტ სიახლეს მოაქვს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შესახებ. რაკეტსატყორცნები მწყობრიდანაა გამოსული და აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ თითოეულ ბომბთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს. ირანი ფიქრობდა ჭკვიანურად იქცეოდა, როდესაც სარაკეტო ქალაქების უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელები ააშენა. მაგრამ რეალურად მან მხოლოდ უზარმაზარი უძრავი სამიზნეები შექმნა, რომლებიც ისევ და ისევ დაიბომბება მანამ, სანამ ირანი არ დაკარგავს ერთადერთ იარაღს, რომელიც ამ ომში რაიმე ბერკეტს აძლევდა. ის, რასაც აშშ ირანისკენ აგზავნის, შეუჩერებელია. ირანის ძალის ილუზია გაქრა. ირანის რეჟიმი მის სარაკეტო საფრთხესთან ერთად ინგრევა, რაც ცუდი ამბავია კაცისთვის, რომელსაც ძალაუფლების ახალი ღერძის შექმნა და მის სათავეში ყოფნა სურდა. ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ის გადარჩენია უყუროს, როგორ ინგრევა ირანის რეჟიმი და თან მიხვება მისი ყველა გეგმა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ბეორიების გამოჩენა ირანში. ოპერაცია ეპიკური რისხვის საწყის ეტაპზე თითქმის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა ქვეყნის რეჟიმისთვის. ბუნკერები, ბაზები და რაკეტების გაშვების ადგილები ესიერად განადგურდა. ახლა აშშ-ში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა. ირანზე ახლახან B2-ის კიდევ უფრო მასშტაბური დარტმა განხორციელდა, რის შედეგადაც ამერიკულმა უჩინარმა ბომბდამშენმა გაანადგურა ზოგიერთი ყველაზე დიდი სამიზნე, რომლის დაკარგვის საფრთხეც ირანს ჯერ კიდევ ემუქრებოდა. ეს ისეთი მასშტაბის განადგურებაა, რასაც ირანი არასდროს მოელოდა და უარესი ჯერ კიდევ წინაა. ამერიკის B2 სპირიტის სტელს ბომბდამშენებმა თავდაპირველი იერიშის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად შეიჭრნენ ირანში, სადაც მათ დაარტყეს ათეულობით ბალისტიკური რაკეტის ბაზას, რომლებიც ირანს მიწისქვეშ და მთებში აქვს აშენებული. ამ ობიექტებს ბომბავენ 2000 ფუნტიანი ჯავშანგამტანი ბომბებით, რომლებიც ანადგურებენ მათ ნებისმიერ დაცვას და ქმნიან შესაძლებლობას შემდგომი იერიშებისთვის, რაც ირანს ბალისტიკური რაკეტების გაშვების უნარს უსუსტებს. ეს ანადგურებს ირანის ძალას, წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს. მასობრივი შეტევის სტრატეგია დაიწყებამდე დაინგრა. ეს გამოწვეულია B2-ებით და მათ მიერ ირანის ეგრეთ წოდებულ სარაკეტო ქალაქების მიზანში ამოღებით. ეს ქალაქები უზარმაზარია და ირანის სტრატეგიის მთავარ ბირთვს წარმოადგენს. ელპაისმა მათზე 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ირანს 2022 წლისათვის აქვს ბალისტიკური რაკეტების დიდი მარაგი, 3000 ერთეული, რომლებიც ძლიერად აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიზუსტის შესახებ თითქმები კვლავ არსებობს. აშშ-თვის ირანში ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება სტრატეტრალება თავარია, ამიტომ უნდა დაარტყას რაკეტების ქალაქებს. ღრმა მიწის ქვეშ, ზოგჯერ 500 მეტრის ან 1640 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს უზარმაზარი ქსელები, სადაც ირანი ინახავს ბალისტიკურ რაკეტებს და გაშვების სისტემებს მტერზე გასაშვებად. ირანმა დაამტკიცა, რომ რაკეტების ქალაქები მუშაობს, რადგან მათ აშშ-ის ბაზები ახლო აღმოსავლეთში მიზანში ამოიღეს ამერიკის ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ. დარტყმების მასშტაბი მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და მისმა B2 ბომბდამშენებმა ტაქტიკა შეცვალეს და ანადგურებენ რაკეტების ქალაქების შესასვლელებს, რითაც ირანს აღარ შეუძლია სწრაფად გამოიტანოს, გაისროლოს და დამალოს დანადგარები. ეს სტრატეგია ირანისთვის კარგად არ ამართლებს. აშშ და ისრაელი თითოეულ გაშვებაზე წუთებში შეუძლიათ რეაგირება, როგორც ამას მოგვიანებით გაიგებთ. მაგრამ ის, რასაც აშშ სარაკეტო ქალაქების სახით უპირისპირდება, არის ირანის ყველაზე დიდი საფრთხისა და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილის კომბინაცია. Wall Street Journal-ის თქმით, აშშ-ის დაბომბვები ფარულ რაკეტების ქალაქებში მარხავს შიგნით არსებულ რაკეტებსა და გამშვებ მოწყობილობებს, რითაც ისინი გამოუსადეგარი ხდება. გამოცემა ამატებს, რომ ირანმა სცადა ამის გათვალისწინება დაბომბების დაწყებამდე, როცა თავისი ზოგიერთი გამშვები და რაკეტა ქვეყნის მასშტაბით გაანაწილა, მაგრამ ეს მთლიანად აუქმებს რაკეტების ქალაქების არსს. იგივე შეიძლება ითქვას B2 ბომბდამშენებზე, რომლებიც ამ ქალაქებს ანადგურებენ. ბოლო დარტყმებით აშშ სარაკეტო ქალაქებს მნიშვნელობას ართმევს. ამერიკის B2 ბომბდამშენის ბოლო რეიდებმა ირანის სტრატეგია ჯერ დაწყებამდე გაანადგურა. მაქს ავთერბერნერი თავის რეპორტაჟში ახალი B2 დარტყმების შესახებ განმარტავს. ეს არის პირდაპირი B2-ის საჰაერო ძალის დომინირება, გრძელმანძილოვანი მისია, ფარული შეღწევა და ზუსტი დათმები, რომლებმაც უკვე დაახლოებით 80%-ით შეამცირეს ირანის რაკეტების შეტევები. ეს რიცხვი ჰაერიდან არ მოსულა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა ადმირალმა ბრედ კუპერმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვება ომის პირველ დღესთან შედარებით 80%-ით შემცირდა, რის მთავარ მიზეზად ბიორი ბომბდამშენები დაასახელა, რომლებიც 2000 ფუნტიან ბომბებს ატარებენ. ამ ბომბდამშენებმა ირანის მასირებული რაკეტური შეტევის სტრატეგია გაანადგურეს, რაც მის სამხედრო დოქტრინას საფუძვლად უდარს. ირანმა დააგროვა დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა გარკვეული მიზეზით. მისი გეგმა მიუხედავად იმისა, ვისაც ებრძოდა, ყოველთვის იყო ამ რაკეტებისა და დრონების ტალღა-ტალღაზე გამოშვება, რათა მოწინააღმდეგე გაენადგურებინა. ამის ნაცვლად ხდება ის, რომ ასეთი ტიპის რაკეტებისა და ბომბების სტრატეგიის უზარმაზარი ძალა ირანის წინააღმდეგ შემოტრიალდა. და სწორედ ამერიკის ბიორიები არიან ყველაფრის მთავარი მიზეზი, რადგან მათ ირანს შეუჩერეს საპასუხო დათმის შესაძლებლობა. ირანის ტაქტიკა გადატვირთვის ტაქტიკაა, განმარტავს აფტერბერნერი და ამატებს. ამიტომაც სურთ მაქსიმალურად გადატვირთონ ის გადამჭრელი რაკეტები. ეს რაკეტები აშშ-ის გემებიდან და ბაზებიდან ან ახლო აღმოსავლეთში ისრება, რომ ირანის რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიონ და ზიანი არ გამოიწვიონ. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ფასეულია, თუმცა ამერიკის B2 ბომბდამშენების გამოყენებამ ირანს არ მისცა მიზნის გადატვირთვის საშუალება. ეს ნიშნავს, ნაკლები ძვირადღირებული რაკეტა გამოიყენება, რადგან ირანი იძულებულია შეზღუდულ ტაქტიკაზე გადავიდეს. რაზეც დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუ ჩვენთან დასჭებით. ალმა კვლევისა და განათლების ცენტრი აცხადებს, რომ ირანის სტრატეგიული მიზანი აშშ-ის თავდასხმამდე 8000 ბალისტიკური რაკეტის არსენალის შექმნა იყო. გამოცემის მტკიცებით, ეს შექმნიდა სამიზნეებით გადატვირთვის შესაძლებლობას, რაც ისრაელის თავდაცვის სისტემებს გადატვირთავდა. გარდა ამისა, ეს რაკეტები გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი სხვა მტრის წინააღმდეგ, რომელიც ირანის გზის გადაკვეთას გაბედავდა. ბიორი ბომბდამშენებით აშშ-ში მგამტანი ბომბების წვიმა დაუშვა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა დოქტრინა. აი ასე გააკეთეს ეს ბომბდამშენება. 6 მარტამდე 72 საათის განმავლობაში ამერიკის ბომბდამშენების ძალებმა ირანის სიღრმეში 200 სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის რამდენიმე დედაქალაქ თეირანთან ახლოს. ამ ძალაში B2-სთან ერთად სხვა ბომბდამშენებიც იყო. B2-ებმა 2000 ფუნტიანი გამტანი ბომბები გამოიყენეს ირანის ყველაზე ღრმად დამალულ და მკაცრად დაცულ ბალისტიკური რაკეტების გამშვებებზე. სხვა სიტყვებით, აშშ მხოლოდ შორი მოქმედების იარაღით დისტანციური დათმების მიყენებით არ შემოიფარგლებოდა. B2-ის უხილავი შესაძლებლობები აშშ-ს აძლევდა საშუალებას სამიზნეებთან ახლოს მისულიყო და ირანის სარაკეტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეემცირებინა, რასაც ახლა ვხედავთ. ეს შემცირება შესაძლებელი გახდა BLUS ცხვრის წყალობით. 2000 ფუნტიანი გამტანი, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, იყო მთავარი იარაღი B2 ბომბდამშენებისთვის ამ მეორე დარტყმების სერიის დროს. და ამის კარგი მიზეზი არსებობს, რადგან BLUS 9 ზუსტად იმდენს უზრუნველყოფს, რამდენიც აშშ-ს სჭირდებოდა ირანში თავისი მიზნების მისაღწევად. ამავე დროს კი აშშ-ს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეინახოს რეზერვში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. დეგალი აღწერს ბომბის ძირითად მახასიათებლებს, აღნიშნავს, რომ ის დამზადებულია Lockheed Martin-ის მიერ და რომ ეს არის მაღალი აფეთქების ძალის მქონე ბომბი. სხვრევადი ქობინი, ფოლადის შენადნობის კორპუსით განკუთვნილია გამაგრებული სამიზნეებების, მაგალითად ირანის ბუნკერების გასარღვევად, ვევად, რომლებიც რაკეტს ატყორცნების დასაცავად გამოიყენება. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ასეთი ბომბი აქვს აშშ-ს თავის მარაგებში, თუმცა დეგალი ამბობს, რომ 600 მათგანი გაყიდულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. თუ ეს ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-მ თავისთვის ბევრად მეტი ასეთი ბომბი მოაგროვა, რაც მის B2 ბომბდამშენებს ერთ სამიზნეზე თითო შეტევისას ათეულობით ბომბი ჩამოგდების საშუალებას მისცემდა. B2 ბომბდამშენები ალბათ გამოიყენებდნენ Blue 109B ქობინს, რომელიც არსებითად უფრო თხელი Mark 84-ია გამტანი შესაძლებლობებით. B2 ბომბდამშენებს შესაძლოა შეეძლოთ ეს ძლიერი ბომბების დისტანციურად გამოყენება, რადგან ეს ქობინი ადრე გამოიყენებოდა როგორც GBU-31, ასევე GBU-24 და GBU-27 და სხვა მართოდ ბომბებთან. აშშ-მ თავისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი იარაღი დამიზნების შესაძლებლობების თვალსაზრისით B2 ბომბდამშენებში ბოლო დარტყმებისთვის ჩატვირთა. Max Afterburner-ი უფრო დეტალურად ხსნის, რომ Blue 109 ტიპის ქობინები, რომლებიც ჩატვირთულია GBU-31 ბომბებში, შეუძლია გაიაროს მიწა, ქვა და გამაგრებულ ბეტონი, ჩვეულებრივ დაახლოებით 4-6 ფუტი ბეტონი, ან შესაძლოა კიდევ უფრო ღრმად, თუ მხოლოდ ნიადაგი იყო მანამ, სანამ დაგვიანებული ასაფეთქებელი მექანიზმი გააქტიურდება. დაგვიანებული ასაფეთქებლის ამოქმედებისას დაახლოებით 500 ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერება ანადგურებს სამიზნეს B2 ბომბდამშენების დარტყმისას და წარმოქმნის ძლიერ დარტყმით ტალღას, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს. მთელი გვირაბები ინგრევა, მიწისქვეშა ბუნკერები სამუდამოდ ქრება და მათთან ერთად ქრება რაკეტები და გამშვები დანადგარები, რომლებიც აშშ-ს სურს მწყობრიდან გამოიყვანოს. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით. შეიძლება ფიქრობთ, ადრე გითხარით, რომ ირანის ზოგიერთი რაკეტების ქალაქი შეიძლება ათასობით ფუტის სიღრმეზე იყოს მიწისქვეშ. ბომბი, რომელიც ამ სიღრმის მცირე ნაწილს აღწევს, რამდენად შეუშლის ხელს ირანს ამ ქალაქების გამოყენებაში. ეს ძალიან კარგი კითხვაა და პასუხს მალე გაგცემთ. სანამ დეტალებზე ვისაუბრებთ, უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. Blue 109-ს წარმატება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.
იმ კონკრეტულ სამიზნეებში, რომლებსაც ამერიკის ბიორები ურტვამენ და იმაში თუ როგორ იყენებენ ამ ბომბებს. სამიზნეების მხრივ აშშ-ს არ სურს, რომ მისმა ბომბა იმდენად ღრმად შეაღწიოს მიწაში, რომ რაკეტების ქალაქი გაანადგუროს. ამ მიწისქვეშა ქალაქებისთვის, რომლებიც ძირითადად უზარმაზარი გვირაბების ქსელია, უფრო მნიშვნელოვანია შესასვლელები და გამოსასვლელები. რაკეტას ვერ გაუშვებენ 1000-ობით ფუტის სიღრმიდან მიწისქვეშ. გამშვები მოწყობილობა ღია სივრცეში უნდა გამოიტანონ, თუნდაც ეს ნიშნავდეს მთაში ჩაშენებულ კარს, რათა საბრძოლო მუხტი გაუშვას. აი ამას უტევს აშშ თავისი B2 ბომბდამშენებით. ისინი ანგრევენ შესასვლელებსა და გამოსასვლელებს რაკეტების ქალაქებში და არა თავად ქალაქებს. ასეთი შესასვლელების განადგურების შემდეგ ირანის რაკეტების ძალებს ნაკლები არჩევანი აქვთ და გაშვების სტრატეგია უფრო სარისკო ხდება, რადგან ყოველი გაშვება აშშ-ს ახალ სამიზნეს აძლევს. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამას აფთერბერნერი აგიხსნით. ასი არ არის ობიექტზე დაგდებისას ეს BLUS 9-ები ღრმად შესაღწევად და რთული სამიზნეების გასანადგურებლად გამოგადგება, ამბობს ის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის B2-ებს კიდევ უფრო შორს შეუძლიათ წასვლა. აშშ-ის საჰაერო ძალების თქმით, B2-ის 40,000 ფუნტის ტვირთი გადააქვს. BLUS 9-ის შემთხვევაში ეს 20 ბომბს ნიშნავს, რომელთაგან ყველა შეიძლება ერთ სამიზნეზე ჩამოაგდონ რამდენიმე რეიდზე. ყოველი პარტია წინას მიხვება და უფრო ღრმად იჭრება, რათა აშშ-მ დაფარულ სამიზნეებს დაარტყას, რომელთა დაზიანება ერთი ბომბით შეუძლებელია. მაშინაც კი თუ არ გავითვალისწინებთ სხვა ბომბებს, რომლებსაც ამერიკის თვითმფრინავების სამიზნეზე ჩამოაგდებენ, მას შემდეგ რაც მისი გამტანი ბომბების საქმეს გააკეთებენ, B2-ები ხვრელს აჩენენ. სხვა ბომბდამშენები შეძლებენ მიიყვნენ და გაანადგურონ ყველაფერი ხვრელში. და გულახდილად რომ თქვათ, ირანი უნდა იყოს ბედნიერი, რომ აშშ და მისი B2-ები ამ ეტაპზე მხოლოდ BLUS 9-ებს აგდებენ. სიტუაცია შეიძლება დამძიმდეს, რადგან აშშ-ს ბევრად ძლიერი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები აქვს. ამ ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბებიდან ერთ-ერთს 3 სიტყვით შევაჯამეთ: მასიური შეღწევადობის ბომბი. ასევე ცნობილი როგორც MOP, ეს ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბი 15 ჯერ დიდია BLUS 9-ზე და თავსდება B2-ში. დემოკრატიის დაცვის ფონდი აცხადებს, რომ MOP-ს შეუძლია 200 ფუტის სიღრმეზე შეღწევა და 5000 ფუნტიანი საბრძოლო ქობინის აფეთქება, რაც 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე BLUS 9. და როგორც BLUS 9-ის შემთხვევაში, რამდენიმე MOP-ის ჩამოგდება შესაძლებელია ერთ სამიზნეზე, რათა მოხდეს უფრო ღრმა შეღწევა. აფთერბერნერის თქმით, ირანი კარგად იცნობს ამ ბომბებს, რადგან აშშ-მ ისინი 2025 წლის ზაფხულში ირანის ბირთვულ ობიექტებზე გამოიყენა. ასე რომ, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აშშ-ო ამჟამად თითქოს გამაფრთხილებელ გასროლებს ახორციელებს თავისი B2-ებით. ეს გამაფრთხილებელი გასროლები ირანის სარაკეტო სტრატეგიას ანგრევს. მაგრამ აშშ-ს შეუძლია კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს და მას ჯიბეში აქვს თავისი მთავარი კოზირი, MOP. გავაგრძელოთ. უკვე ვისაუბრეთ B2-ების მოქმედებებზე ბოლო დარტყმების დროს, მაგრამ მათ მიღწევებზე მხოლოდ ზედაპირულად შევეხეთ. აშშ ყოველთვის სტელსი თვითმფრინავების, მაგალითად B2 ან F-35-ის გამოყენებით, ბრძოლის ველს ამზადებს მომდევნო მოქმედებებისთვის. აშშ იყენებს სტელს ბომბდამშენებს, მაგალითად B2-ის, რათა საჰაერო თავდაცვის მიუხედავად შევიდეს ტერიტორიაზე და გაანადგუროს სამიზნეები, რასაც სხვა ბომბდამშენები და გამანადგურებლები ვერ ახერხებენ. ამ დარტყმებიდან თითოეული ამცირებს ირანის საბრძოლო შესაძლებლობებს, რაც საშუალებას აძლევს არასტელს თვითმფრინავებს უფრო ღრმად შევიდნენ ირანში და განახორციელონ შემდგომი შეტევები. ეს არის მრავალშრიანი მიდგომა საჰაერო უპირატესობის შესაქმნელად და აძლევს აშშ-ს საშუალებას განსაზღვროს, როგორ იმოქმედებს ირანით ირანი და რას შეძლებს გააკეთოს თავის დასაცავად. სადაც ეს ყველაზე ნათლად ჩანს არის ის, რასაც ახლა ხედავთ ირანის მხრიდან რაკეტების მიმართულებით. არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ირანის რაკეტები მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული, როგორც აფთერბერნერი არნიშნავს. ახლა ჩვენ ასევე ხედავთ, რომ ირანი უფრო სტრატეგიულ დარტყმებზე გადადის, რათა ნაკლები რაკეტა გამოიყენოს, მაგრამ უფრო სტრატეგიულად მოქმედებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით გამოიკვეთა 8 მარტს, როდესაც Times of India-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ბარეინში აშშ-ს საზღვაო ბაზაზე რაკეტული დარტყმა განახორციელა. Wall Street Journal ამატებს, რომ ირანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა დაერტყა იმ რადარებისთვის, რომლებიც ამერიკის სარაკეტო თავდაცვას უზრუნველყოფს. ხოლო აფთერბერნერი ამატებს, რომ ირანმა სამიზნეების სპექტრი გააფართოვა და ახლა ნავთობგადამოგადამამუშავებელ ქარხნებსა და მსგავს ობიექტებსაც მოიცავს. ირანი ისევ საფრთხეა, თუმცა B2-ების გამო აღარ არის ისეთი დიდი საფრთხე, როგორც თავად სურს. გაიხსენეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც მთელი თავისი სამხედრო დოქტრინა ააგო რაკეტების მასიური გამოყენების სტრატეგიაზე, რომელსაც მისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა მტრები დაემარცხებინა. თუ ამერიკის B2-ებს და მის სხვა საჰაერო ძალებს ომის პირველივე კვირაში ასე საფუძვლიანად არ დაენგრიათ ირანის რაკეტების გაშვების ადგილები, ახლა ბევრად უფრო მეტ დარტყმას ვიხილავდით ირანის მხრიდან და ბევრად მეტი რაკეტა იქნებოდა გამოყენებული, ვიდრე ახლა ხედავთ. ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებულ დარტყმას გამოიწვევდა, განსაკუთრებით ისრაელში, რომელიც ირანის რაკეტებისთვის ბუნებრივი სამიზნეა. ირანს სტრატეგიულად მოქმედება უწევს და იზოლირებულ დარტყმებზე ჩერდება, რადგან B2 ბომბდამშენებმა მისი რაკეტების გაშვების ადგილები გაანადგურეს და დარჩენილი პოზიციებიც მაშინვე სამიზნე ხდება გამოყენებისთანავე.
აფტერბერნერის თქმით, ირანი ახლა სწრაფი სროლის სტრატეგიას იყენებს. გამშვები დანადგარის გამოყვანა, რაკეტის გაშვება და შემდეგ გამშვები დანადგარის სასოწარკვეთილად დამალვის მცდელობა საპასუხო დარტმამდე. ვამბობთ სასოწარკვეთილად, რადგან აშშ-ს შეუძლია სწრაფად და ძლიერად უპასუხოს, როგორც კი რაკეტის გაშვება მის ერთობლივ რადარზე გამოჩნდება. ტრამპის თქმით, აშშ-ს ან ისრაელს შეუძლია ირანის გამშვებ დანადგარზე დარტმა 4 წუთში განახორციელოს. ეს ირანს თითქმის არ უტოვებს დროს, რომ გამშვები დანადგარი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს და ნიშნავს იმასაც, რომ მისი თითოეული რაკეტის გაშვება შეიძლება დაუჯდეს როგორც თავად დანადგარი, ასევე ის პოზიცია, საიდანაც გაშვება განხორციელდა. ირანის რაკეტების შესაძლებლობები ნელ-ნელა იშლება. ამ პრობლემას ამძიმებს ის, რომ ახლა, როცა ბიორიებმა ირანში შეტევა უსაფრთხო გახადა, აშშ დარტმებს ირანის სარაკეტო წარმოების შესაძლებლობების განადგურებისკენ მიმართავს. რაც უნდა გეგმები ქონოდა ირანს მეტი რაკეტის შექმნაზე, ისინი შეჩერდა და ყოველი გაშვება ამცირებს მის მარაგს. ამერიკის ებრაული ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის 5 მარტის ცნობით, ირანმა დაკარგა რაკეტსატყორცნების 75%, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების 52%-მდე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების 73%. ეს მანამდე იყო, სანამ გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის B2 ბომბდამშენების განლაგებაზე 6 მარტს. აქ ხედავთ საომარი ფილოსოფიის სისტემურ განადგურებას. ყოველი ღრმა დარტმა, რომელსაც ამერიკის B2 ახორციელებს, კიდევ უფრო მეტ ირანის რაკეტას აცილებს თამაშიდან, გარდა იმისა, რომ სხვა ამერიკულ თვითმფრინავებს უფრო უსაფრთხოს ხდის შეტევების განსახორციელებლად. ირანი სტრატეგიულად ურთრამს, რადგან იძულებულია და ყოველი დარტმა ამერიკული საპასუხო დარტმის დიდ რისკს შეიცავს. და რაც შეეხება საპასუხო დარტმას, აფტერბერნერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აშშ ირანის საპასუხო დარტმის მექანიზმს აშიმშილებს. დიახ, ირანი ისე უშვებს რაკეტებს, მაგრამ ამას უფრო მეც გააკეთებდა, რომ არა მისი დანადგარებისა და ბაზების დაზიანება, ბეორიებისა და მათი ზუსტი გამჭოლი ბომბების მიერ. ეს მხოლოდ გაუარესდება. აშშ და ისრაელი ირანის სარაკეტო წარმოებაზე ფოკუსირების გარდა, აშშ და ისრაელი საკუთარი ოპერაციების მასშტაბებსაც აფართოებენ. ირანის ნავთობის ობიექტები სამიზნეა, რადგან მისი სამხედრო შესაძლებლობები დაქვეითდა. 8 მარტს ალ-ჯაზირამ გაავრცელა, რომ თეირანსა და ალბორჯში 4 ნავთობის საცავსა და გადამტან ცენტრზე დარტმების შედეგად მასშტაბური ხანძრები გაჩნდა. როგორც ჩანს, აშშ-მ ბიორიებით ირანის რაკეტების გაშვების შესაძლებლობები მეორე ფაზის დარტმებისას გაანადგურა და ახლა მესამე ფაზაზე გადადის, სადაც ირანის ომის მანქანის საცავს ანადგურებს, რომ საბოლოოდ გააჩეროს. ეს სისტემატური განადგურებაა. ირანს პასუხი აღარ აქვს, რადგან ბიორიებმა წაართვეს. ჰორიზონტს მიღმა კვლავ არსებობს კიდევ უფრო მეტი ბიორის გამოჩენის პერსპექტივა, რომლებიც ირანში დარჩენილ უმნიშვნელოვანეს სამიზნეებს ზუსტად დაარტყამენ. ირანის ომის მეორე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს მისცა ნებართვა. გამოიყენოს თავისი ბაზები, კერძოდ RAF ფეირფორდი და დიეგო გარსია, რომელთაგან ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? B1B ბომბდამშენები უკვე RAF ფეირფორდში არიან და მალე ალბათ B2 და B52-ც შეუერთდებიან. და ახლა როცა დიეგო გარსია უკვე ჩართულია პროცესში, ყველა ამ ბომბდამშენს აქვს ბაზა, რომელიც ირანთან ახლოს მდებარეობს, სადაც შეუძლიათ საწვავის შევსება და იარაღის მარაგის განახლება. ამ დროისთვის ირანს ურტყამდნენ B2 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც 30 საათზე მეტ სჭირბეთი სჭირდებათ გზაში, რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიონ და უკან დაბრუნდნენ. ეს დრო მალე მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ ირანზე B2-ის უფრო მეტ იერიში, უფრო სწრაფად განხორციელდება. ირანის დასუსტებული საჰაერო თავდაცვა ვერაფერს გააკეთებს მომავალი B2 ბომბდამშენების იერიშების წინააღმდეგ და არც ქვეყნის საჰაერო ძალებს შეუძლიათ რაიმე დახმარების გაწევა. უკვე ბევრად სუსტი ვიდრე აშშ-ს საჰაერო ძალები, ირანის საჰაერო ძალები ფაქტობრივად განადგურებულია და ის რამდენიმე თვითმფრინავი რაც დარჩა, აშშ-ს მხრიდან იმ რაკეტის გამოყენების საფრთხის წინაშე დგას, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა საჰაერო ბრძოლა. წესით ეს განადგურება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. აშშ-მ ჰაიმარსის გამშვები დანადგარებით შეძლო ის, რაც არ უნდა შეძლებოდა და ირანის საზღვაო ძალებმა ეს დარტმა სრულად იგრძნეს. ეს სიგნალია ირანისა და მსოფლიოსთვის, რომ აშშ-ს არმიას შეუძლია ის, რაც სხვა არმიებს არ გაუკეთებიათ. რაც ახლა ვიხილეთ არის ის, რომ აშშ-მ ჩაძირა ირანული გემები ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც გაშვებულია დანადგარიდან, რომელიც წესით მხოლოდ უძრავ ობიექტებზე უნდა ისროდეს. და ეს შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ის, თუ როგორ იბრძვის აშშ საზღვაო ბრძოლებში. The War Zones, ანუ TWZ-ს აქვს დეტალები, რადგან 10 მარტს მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ იყენებდა თავის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და გრძელდისტანციურ ატაკამსის რაკეტებს ირანის წინააღმდეგ. ეს თავისთავად სიახლე არ არის. ჰაიმარს ბუნებრივი არჩევანია ირანთან საბრძოლველად, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეჟიმს აქვს უამრავი უძრავი სამიზნე ხმელეთზე, რომელსაც აშშ შეიძლება დაარტყას. ატაკამს ამ სამიზნეების დასართმელად კარგია, ამიტომ ეს ლოგიკურია.
მაგრამ ჩვენ გითხარით, რომ აქ ისტორიული გარღვევა ხდება და ეს პირველ რიგში უკავშირდება სხვა ტიპის რაკეტას, რომელსაც HIMARS ისვრის ირანის მიმართულებით. ეს არის ზუსტი დარტყმის რაკეტა, ანუ PRISM. ამ ახალმა რაკეტამ უკვე ირანის წინააღმდეგი დებიუტა და ახლა კითხვა, აქვს თუ არა აშშ-ს ხომალდსაწინააღმდეგო ვერსია. რატომ? ამას აგიხსნით, როცა ამერიკის ისტორიულ დარტყმას განვიხილოთ. ჯერ გავიგოთ მეტი PRISM-ზე და რატომ შეიძლება იყოს ის რაკეტა, რომელმაც აშშ-ს შეუძლებლის გაკეთების საშუალება მისცა. PRISM, რომელსაც Lockheed Martin-ი ქმნის, დასახელდა როგორც ჩვენი ზუსტი მიწა-მიწა კლასის იარაღის სისტემების მომავალი თაობა. ეს უნდა მიგანიშნებდეთ იმაზე, რომ ეს არის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არ არის განკუთვნილი საზღვაო ობიექტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ორი რაკეტა ერთ კონტეინერში თავსდება და HIMARS-ით ისროლება. PRISM-ის სროლის მანძილია 60,499 კმ, 37.2 მიათედი, 310 მილი. ატარებს IM ტიპის ენერგეტიკულ მუხტს. ეს აღსანიშნავია, რადგან IM ტიპის მუხტები უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და მხოლოდ რაკეტის სტიმული იწვევს მათ აფეთქებას, ხოლო სხვა გარეზე მოქმედება ვერ გამოიწვევს ამას. ეს სულ მცირე კონცეფცია. ირანმა ძალიან სწრაფად ისწავლა, რომ IM ტიპის ენერგეტიკული მუხტი, რული მუხტი, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, საკმარისია გემების ჩასაძირად. Defense Post-ის მიხედვით, PRISM-ს შეუძლია აშშ-ს მისცეს შესაძლებლობა სწრაფად დაარტყას დროის მიმართ მგრძნობიარე სამიზნეებს, ისეთი მობილური სახმელეთო გამშვები დანადგარებით, როგორიცაა HIMARS-ი, რომელიც უკვე აქვს განლაგებული. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ს ირანის გარშემო უამრავი ბაზა აქვს, ასე რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ HIMARS-ის სისტემები ამ ბაზებზეა განთავსებული. აშშ-ს მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ თავისი 816 კილოგრამიანი, ანუ თითქმის 1800 ფუნტიანი რაკეტები მიეტანა საჭირო ადგილას და ირანი ამ ახალი ბალისტიკური რაკეტის სამიზნე გახდებოდა. ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ აშშ აქტიურად უშვებს რაკეტებს თავისი HIMARS-ის გამშვები დანადგარებიდან და ამავე დანადგარებით PRISM-ის რაკეტებსაც ისვრის. აშშ-ის ცენტრალურმა სადლობამ თავადაც წარმოადგინა ამის მტკიცებულება, როცა X-ზე გავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რამდენიმე PRISM-ის გაშვება უცნობი ადგილიდან. შორმანძილზე მოქმედი ზუსტი რაკეტები, PRISM-ები, პირველად გამოიყენეს ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს, რაც უპრეცედენტო ღრმა დარტყმის საშუალებას იძლევა, განაცხადა სენქტომმა. თუმცა დეტალებზე მხოლოდ რამდენიმე გაშვებით შემოიფარგლა. კიდევ ერთმა X ანგარიშმა სახელად ეგვიპტის დაზვერვის დამკვირვებელი ცოტა მეტი ინფორმაცია გაავრცელა და გამოაქვეყნა ვიდეო ბარეინში მდებარე ობიექტიდან PRISM-ის გაშვების შესახებ, რითაც გვამცნო, რომ არსებობს სულ მცირე ერთი ადგილი, საიდანაც აშშ ესვრის ამ რაკეტებს. ბარეინი შემთხვევით სწორედ იმ მანძილზეა, რომ ირანის მატერიკს მიაღწიოს რაკეტა. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყანაში მდებარე აშშ-ს ბაზიდან გაშვებული ნებისმიერი რაკეტა უნდა გადაკვეთოს სპარსეთის ყურე. რაც ახლა ვნახეთ არის ის, რომ ეს გადაკვეთა შეიძლება არც მომხდარა. აშშ-მ ახალი ბალისტიკური რაკეტით ირანის მატერიკს კი არა, გემს დაარტყა. ეს არის შეუძლებელი მიღწევა, რომელიც PRISM-ის პირველ გამოყენებასთანაა დაკავშირებული და TWZ ხსნის მომხდარს. გამოცემამ განმარტებას თხოვა აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის დენ კეინის კომენტარებზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპერაცია ეპიკის პირველი 10 დღე ფიური შეესწრო, როგორც ჩაძირა აშშ-მ ირანის 50 გემი артиლერიით, ავიაციით და საზღვაო რაკეტებით. სწორედ артиლერიის ხსენება უნდა მიიქციოს აქ, ზოგიერთი ადამიანის ყურადღება. TWZ-მა იკითხა მნიშვნელობაზე. გამოცემა მიიღო პასუხი აშშ-ის ანონიმური ოფიციალური პირისგან, რომელმაც თქვა, რომ артиლერია გულისხმობდა HIMARS-ის გამოყენებას ირანის საზღვაო გემებზე. ეს შეუძლებელია. HIMARS ამისთვის არაა. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ის, რისთვისაც HIMARS-დან გაშვებული ATACMS არის შექმნილი, როგორც TWZ განმარტავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ATACMS-ის არც ერთი ცნობილი ოპერაციული ვარიანტი არ არის უნარიანი მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ უძრავ გემებზე შეიძლება, როგორც აღნიშნავს გამოცემა. აშშ-მ შესაძლებელია ATACMS-ით უძრავი გემი დააზიანა, თუმცა ATACMS-ის სიშორე PRISM-თან შედარებით ნაკლებია და ეს ართულებს. HIMARS-იც კი არ არის ეფექტური მოძრავ სამიზნეებზე, როგორც უკრაინის ომმა აჩვენა. დოქტორი მარინა მირონი, ლონდონის King's College-ის ომის ექსპერტი, BBC-ს 2022 წელს უკრაინის HIMARS-ის გამოყენებას უხსნიდა. HIMARS ძალიან ზუსტია ფიქსირებულ სამიზნეებზე ზუსტი კოორდინატებით, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია მოძრავ სამიზნეებზე, მაგალითად ჯარისკაცებზე. ამიტომ წინასწარ ვერ აჩერებს მათ. კეინი ამბობს, რომ ირანის გემების წინააღმდეგ артиლერია გამოიყენეს, ხოლო ოფიციალურმა პირმა TWZ-თან დაადასტურა, რომ ეს HIMARS იყო. არსებობს მტკიცებულებები, რომ აშშ-მ პირველად გაანადგურა სამხედრო გემი ბალისტიკური რაკეტით. ახლა მთავარი კითხვა, როგორ? PRISM-ის ისტორიაში ერთი მოულოდნელი დეტალია, მაგრამ მოდი ოკამის სამართებელი გამოვეკენოთ და ვივარაუდოთ, რომ მარტივი ახსნა სწორია.
ამერიკის ბალისტიკური რაკეტით გემის განადგურების ახსნაა, რომ მათ გამოიყენეს HIMARS-ი პრიზმის სტანდარტული ვერსიით პორტში მდგომი უძრავი გემის დასარტყმელად. AŞ-მ ნამდვილად მიმართა ამ მიდგომას წარსულშიც. 2 მარტს TWZ-მ გაავრცელა, რომ AŞ-მ ირანის მთავარ საზღვაო ბაზას ჰორმუზის სრუტეზე დაარტყა. ხანძარი გააჩინა და სულ მცირე ერთი ფრეგატი გაანადგურა. იგივე წყარო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ AŞ-მ ირანის ალვანდის კლასის ფრეგატს კონარაკში, ომანის ორეზე, იერიში მიაყენა და სატელიტურ სურათებში მისი დაწვა ჩანს. დადასტურებული არაა რა დაარტყა გემებს. შესაძლებელია მათ დაზიანება AŞ-ში საჰაერო ძალებმა მიაყენეს და არა არტილერიამ, როგორც კეინი ამბობს. მთავარი სირთულე მანძილია. ბარეინი ერთადერთი ადგილია, საიდანაც HIMARS და პრიზმ გაშვებაა დადასტურებული. ამიტომ შეგვიძლია ეს მაგალითად გამოვიყენოთ. TWZ-ის თქმით, ბარეინსა და ირანს სპარსეთის ყურეში ყველაზე მოკლე მანძილი 120 მილია. ATACMS და PRISM ამ მანძილს ფარავს, თუმცა ირანის მხოლოდ მცირე ნაწილი მოხდება მათ მოქმედების არეში. AŞ-ში სპორტში გემების დაბომბვის არჩევანი შეზღუდულია. ბანდარ კანგანისა და ასალუე სპორტები მოხდება მოქმედების არეში, სხვა ბევრი არა. თუ ირანი ამ პორტებში სამხედრო გემებს აყენებდა, ძალიან შესაძლებელია, რომ AŞ-ს ბალისტიკური რაკეტებით დაერტყა, რომ ისინი თამაშიდან ამოეყვანა. ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა იმ სოფლიო პრეცედენტისთვის, რაც AŞ-შում ახლახან მოახერხა. მაგრამ რა თუ სხვა მიზეზია? რა თუ AŞ-შ მოძრავი ირანული სამხედრო გემი HIMARS-ით და პრიზმით გაანადგურა? როგორც არ უნდა გიჟურა ჟღერდეს, ძალიან დიდი შანსია, რომ სწორედ ეს მოხდა და ახლავე აგიხსნით, რატომ ფიქრობთ ასე. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა იდეალური დრო დააჭიროთ ღილაკს, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩეთ. ასე რომ სავარაუდო დანერთი შეხედვით შეუძლებელზე გადავდივართ. როგორ შეძლებდა AŞ-შ ბალისტიკური რაკეტით მოძრავი გემის დაბომბვას? ასეთი მიღწევა ძალიან რთულია, თუნდაც სტანდარტული პრიზმით AŞ-შ გაუჭირდებოდა მოძრავ გემზე დარტყმა. მინიშნება იმაშია, რაც ახლა ხამთქვით. ბალისტიკური რაკეტები როგორც არ უნდა სწრაფი იყოს, მათ მაინც ასეულობით მილის გავლა უწევთ სამიზნემდე მისასვლელად. პესიერი დარტყმა შეუძლებელია, ამიტომ სწრაფად მოძრავი სამიზნე, როგორიც გემია, ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუ ამ სამიზნეს უსასრულო ლურჯ ოკეანეში ან ზღვაში ჩააგდებ, კიდევ უფრო მეტი სირთულე ჩნდება. ძალიან რთულია გემის მდებარეობის და მომავალი პოზიციის განსაზღვრა. ამიტომ სტანდარტული ბალისტიკური რაკეტები ამ ამოცანას ვერ ართმევენ თავს. ყოველ შემთხვევაში არა ის რაკეტები, რომლებიც HIMARS-ის გამშვები დანადგარებიდან ისრება. შეიძლება AŞ-მ სტანდარტული რაკეტა არ გამოიყენა. პრიზმის ის ვერსია, რომლითაც ირანის სამხედრო გემს დაარტყეს, სავარაუდოდ სპეციალური ხომალდსაწინააღმდეგო ვარიანტია, რომელსაც AŞ დიდი ხანი ავითარებს. ამაზე ჩვენი მტკიცებულება 2024 წლით თარიღდება. იმ წლის ივნისში Naval News-მა გაავრცელა, რომ AŞ-მ პირველად ჩაატარა ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტით გემის ჩაძირვის წვრთნა SINK-X და გამოიყენა პრიზმი. ამ წვრთნაში AŞ-მ გამოიყენა ერთ-ერთი ავტონომიური მრავალსფერული გამშვები და 2 პრიზმის რაკეტა, რათა იერიში მიეტანა ჩამოწერილ და მოძრავ გემზე წვრთნის Valiant Shield ფარგლებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორივე სისტემა ამერიკის მიწის მიღმა გამოიყენეს, რაც თავისთავად სიახლე იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ პრიზმა ზუსტად მოარტყა მიზანში. მანამდე SINK-X-ი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით არასდროს ჩატარებულა. ახლა შესრულდა, რაც ნიშნავს, რომ პრიზმ ამერიკას იარაღს აძლევს, რომლის გამოყენებითაც AŞ-შ თითქმის 2 წლის შემდეგ ირანის გარშემო წყლებში მსგავსი ოპერაციების ჩატარებას შეძლებს. TWZ-ის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ AŞ-ში ავითარებს პრიზმის ახალ ვერსიას, დამატებითი დამიზნების სენსორით, რომელიც ცნობილია როგორც Increment 2. ამაზე საუბრობდნენ 2024 წლის იანვარში, 6 თვით ადრე SINK-X პრიზმ გამოიყენა. როგორც მაშინ TWZ ობინებოდა, AŞ-შ მიესალმა იმ პროექტის დასრულებას 2023 წელს, რომელმაც პრიზმ Increment 2-ის შექმნა ნაგახადა შესაძლებელი და წარმატებული კვლევითი პროექტიდან ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პროცესზე გადადიოდა. 2024 წლის ზაფხულში პრიზმით გემის ჩაძირვა შესაძლოა Increment 2 ტექნოლოგიის წარმატებული დანერგვის პირველი მაგალითი იყო. სხვა სიტყვებით, AŞ-შ იყენებს პრიზმს ირანში, თუმცა არა ისე როგორც გვეგონა. ამ განტოლებაში ბევრი უცნობია, როგორც TWZ ამბობს. შესაძლოა არმიამ უკვე დაიწყო Increment 2 პრიზმების გამოყენება, თუნდაც შეზღუდულად. არმიამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს დაიწყო ახალი საძიებო სისტემის საწყისი, ფრენის ტესტირება. გამოცემის თქმით უცნობია, შეიძლება თუ არა Increment 1 რაკეტების მარტივად გადაკეთება. Increment 2-ად და დასცენს, რომ AŞ-შ ალბათ პრიზმის Increment 1 ვერსია ისროლა უძრავ გემზე. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით. AŞ-შ შეძლო ირანული გემის განადგურება HIMARS-ით და ეს განადგურება ძალიან დიდი ალბათობით ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.
გემის მოძრაობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პირველი ასეთი დათქმა აშშ-ისთვის და აჩვენებს, რომ ირანს ამერიკულ გემებზე გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ეგონათ. და ეს გვიყვანს იმ მიზეზებთან, თუ რატო არის ეს დათქმა მნიშვნელოვანი. იმის გარდა, რომ აშშ-მ შეძლო ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია, რაზეც მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ამ დათქმის მნიშვნელობა ისაა, რომ აშშ-ში კიდევ ერთ ნაბიჯს უახლოვდება ირანის საზღვაო ძალების განეიტრალებას. ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ირანის ბერკეტი ჰორმუზის სრუტის კონტროლის გამო. არა იმიტომ, რომ ირანის სამხედრო ფლოტი საფრთხეს უქმნის აშშ-ს სპარსეთის ყურეში. ეს ვიწრო წყლის არტერია ირანის სამხრეთითაა და მსოფლიოში საზღვაო ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% აქედან გადის. ნავთობის შემთხვევაში ეს დღეში 20 მილიონ ბარელზეა, წერს გარდიანი. ჰორმუზის სრუტე ასევე მთავარია სუპერგაგრილებული ტანკერებისთვის, რომლებიც თხევად ბუნებრივ აირს ეზიდებიან. რაც კიდევ უფრო უარესია, ეს კონკრეტული სრუტე ადვილად ვერ აიცილება გვერდით, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვან წყლის გზებისგან, როგორიცაა მალაკის სრუტე, რაც ნიშნავს, რომ ის მსოფლიო ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რაოდენობისთვის ფოთლის ხელია. სწორედ ამიტომ ირანს ბერკეტი აქვს. ეს ბერკეტი დარჩება მხოლოდ თუ ირანს მოქმედი საზღვაო ძალები ეყოლება, რასაც ახლა აშშ ართვარს. კეინმა თქვა, რომ აშშ-ში ირანის საზღვაო ძალების 50-მდე ერთეული, მათ შორის გემი, რომელსაც სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, გაანადგურა. თუმცა როგორც New York Times-ი აღნიშნავს, დამატებით სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ ირანის რეჟიმს ტექნიკურად ორი საზღვაო ძალა ჰყავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალები ძალიან გავს სხვა ქვეყნების საზღვაო ძალებს, რადგან მასაც აქვს ტრადიციული საბრძოლო გემები, წერს გამოცემა. მეორე საზღვაო ძალას ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი მართავს. ისინი პატარა სწრაფი ნავებით პატრულირებენ ჰორმუზის სრუტეს და ირანს შეუძლიათ მათი სწრაფი თავდასხმებისთვის გამოყენება, რაც სრუტის გამოყენებას არყენებას ართულებს. აი სწორედ ამის მოგვარებას ცდილობს ახლა შეერთებული შტატები. ყოველი დარტყმა ირანულ გემზე მიუხედავად იმისა, ამ ორიდან რომელ საზღვაო ძალას ეკუთვნის გემი, დიდი გამარჯვებაა ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის უწყვეტი მოძრაობის უზრუნველყოფის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სრუტეში გადაადგილება ჯერ არ აღდგენილა. ექსპერტები, მათ შორის დევიდ როუჩი კვანტუმ სტრატეჯიდან ელიან, რომ სრუტე მარტის ბოლოს გაიხსნება. ირანულ გემზე ყოველი წარმატებული დარტყმის შემდეგ ეს ვადა უფრო რეალისტური ხდება. აშშ-მ ირანულ გემებს დაარტყა, რომლებიც სრუტეში ნაღმების ჩაყრას ცდილობდნენ, რის შედეგადაც ამ ტიპის 16 გემი განადგურდა. თუ იმ გემებმა წარმატებას მიაღწიეს, ნავსაწინააღმდეგო გემების გაგზავნა იქნება საჭირო. აქ ძალთა ჭიდილია ჰორმუზის სრუტეში. აშშ-ს ბალისტიკური რაკეტებით გემებზე დარტყმის შესაძლებლობა ირანს საზღვაო ომში დამატებით პრობლემას უქმნის, რომელსაც ის აშკარად აგებს. მოდით დაუბრუნდეთ იმას, თუ რატომ არის უფრო ფართო მასშტაბით ასეთი მნიშვნელოვანი, რომ აშშ ბალისტიკურ რაკეტას გემის გასაადგურებლად იყენებს. TWDZ-ის თქმით, ამერიკელი სამხედროები დიდი ხანია ცდილობენ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტების რბოლაში დაწევას. ჩინეთმა ამ სფეროში უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო, რამაც გამოიწვია ისეთი იარაღის განვითარება, როგორიცაა KD-21, რომელიც არის საჰაერო სტარტის ბალისტიკური რაკეტა და თეორიულად შეუძლია გემების განადგურება. თუმცა მთავარი სიტყვაა თეორიულად. ჩინეთს დიდი ხანია სერიოზულ ომში მონაწილეობა არ მიუღია და მისი მოდერნიზებული არმია თითქმის სრულად გამოუცდელია. აშშ-მ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტით დარტყმის თეორიაც და ვარაუდიც გვერდზე გადადო. ამერიკამ დაადასტურა, რომ აქვს პრიზმის ვერსია გემებზე დარტყმის შესაძლებლობით. პორტში იყოს თუ ზღვაში, ის მარტივი ფაქტი, რომ ეს რეალურ საბრძოლო ვითარებაში მოხდა, აშშ-ს მდგომარეობას დაწევის მცდელობიდან მსოფლიო ლიდერად აქცევს ამ სფეროში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი დარტყმის განხორციელება შეძლო. ეს სიგნალი არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ როგორც TWZ ამბობს, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვისაა, ვისაც მომავალში აშშ-სთან კონფლიქტი ექნება. პრიზმს ხშირად მოიხსენიებენ როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობას ჩინეთის წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში წყნარ ოკეანეში. გამოცემის მიხედვით, გაზრდილი სიშორე ატაკამსთან შედარებით მნიშვნელოვნად ზრდის სამიზნეების დაზიანების შესაძლებლობას ხმელეთზე და ზღვაზე. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პრიზმ არა მხოლოდ აქტიურია, არამედ უკვე გაიარა თავისი პირველი ნამდვილი საბრძოლო გამოცდები და ყველა მათგანს წარმატებით უმკლავდება. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ ესვრის ამ ახალ ბალისტიკურ რაკეტებს ირანის ძირითად ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს. თუ TWZ მართალია იმაში, რასაც კეინი გულისხმობს, როცა ამბობს, რომ აშშ-მ ირანის საზღვაო რესურსები არტილერიით გაანადგურა, პრიზმ უფრო დიდი საფრთხეა ჩინეთისა და რუსეთისთვის. აშშ-ს შეუძლია ბალისტიკური რაკეტებით გემების განადგურება. ეს ამერიკას აძლევს ისეთ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ ირანში, არამედ ნებისმიერ საომავლო კონფლიქტში. ჩინეთმა განსაკუთრებით უნდა იდარდოს ამ ახალ შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ავიამზიდებს, რომელთა აშენებაშიც ქვეყანამ ასე ბევრი დააბანდა. ფუჯიანის კლასის ავიამზიდი პროგრესის სიმბოლოა, თუმცა მის განადგურებას 1970-იან წლებში აშენებული ამერიკული გემით შეძლებს.
ბალისტიკურ რაკეტებზე არაფერს ვამბობ, რომლებსაც ახლა აშშ-ო მის წინააღმდეგ გამოიყენებს. ირანმა ერთადერთი ბერკეტი გამოიყენა. ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი. მისი მთავარი კოზირია. და მან ეს კოზირი დამანგრევლად გამოიყენა. ირანის საქციელი მიუტევებელი იყო. სამ დიდ გემს დაესხნენ თავს, მაგრამ ირანმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. აშშ-ის შურისძიება ჰორმუზის ქედმაღლობისთვის მყისიერი და სასტიკი იყო. დავიწყოთ ირანის დარტყმებით. შურისძიებაზე მერე ვილაპარაკოთ. 11 მარტს გარდიანმა გაავრცელა, რომ ჰორმუზის სრუტესა და მის მიდამოებში 3 საოეთრო გემი დააზიანეს. ერთ-ერთმა გადამზიდავმა დარტყმის ძირითადი ნაწილი მიიღო, როდესაც ტაილანდში რეგისტრირებულ მაიური ნურის გავრცელებული ინფორმაციით გაურკვეველი წარმოშობის 2 ჭორვი მოხდა. ეს თავაზიანი ფორმაა იმის სათქმელად, რომ ირანი თავს დაესხა ტვირთმზიდავს, რის შედეგადაც გემს ცეცხლი გაუჩნდა ემირატების პორტიდან გასვლის შემდეგ. ამ დარტყმამ, რომელიც ომანის ჩრდილოეთით დაახლოებით 11 საზღვაო მილში განხორციელდა, დაასრულა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების 4-თრიანი პაუზა. მაიური ნურის ეკიპაჟი იძულებული გახდა თავდასხმის შემდეგ გემი დაეტოვებინა. ჯერჯერობით როგორც ჩანს, მსხვერპლი არ ყოფილა. გარდიანი იუწყება, რომ ომანის საზღვაო ძალებმა 20 ეკიპაჟის წევრი დაუყოვნებლივ გადაარჩინეს, ხოლო კიდევ 3 დარჩა დაზიანებულ გემზე, როგორც მინიმალური ეკიპაჟი, რათა დაელოდათ შემდგომი გადარჩენას. ამ თავდასხმამ, როგორც ჩანს, გამოიწვია მცირე რაოდენობის შემდგომი ინციდენტები, როდესაც უფრო მეტი უცნობი ჭურვი მოხვდა გემებს სრუტის გარშემო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იაპონური საკონტეინერო გემი One Majesty ჭურვით დაზიანდა რაზ ალ-ხაიმასგან 45 კილომეტრის, ანუ 28 მილის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ეს თავდასხმა ბევრად ნაკლებად საზიანო იყო, ვიდრე მაიური ნურიზე თავდასხმა, რადგან იაპონურმა გემმა მცირე დაზიანება მიიღო წყლის ხაზის ზემოთ. მიუხედავად ამისა, ეს ირანისგან აშკარა სიგნალია, რომ ის აპირებს შეასრულოს თავისი მუქარები და შეუტიოს ნებისმიერ საოეთრო გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას შეეცდება. კიდევ ერთი ნაყარი ტვირთმზიდი, სტარგვინეთი, რომელიც მაშალის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა, ასევე დაზიანდა დუბაიდან დაახლოებით 50 კილომეტრის ან 30 მილის ჩრდილო-დასავლეთით. გემის კორპუსი ტვირთის განყოფილებაში დაზიანდა ღუზაზე ყოფნისას, დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელდა. ეს ირანის სტრატეგია. ეს ქვეყანას ერთადერთი სტრატეგია, რადგან ჰორმუზის სრუტე ირანს აშშ-ოსა და ისრაელთან ომში ერთადერთ ბერკეტს აძლევს. ეს სამივე თავდასხმას ემატება მინიმუმ 11 შემთხვევა ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე რეგიონებში ომის შემდეგ, ითხოვინება როიტერსი. ირანმა კი ნათლად აჩვენა თავისი მიზანი ამ დარტყმებით. იბრაჰიმ ზოლფახარიმ, ირანის სამხედრო სადლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასი $200-მდე ავა, რადგან ის რეგიონულ უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული, რომელიც თქვენ დაარღვიეთ. ნავთობის ბარელი ადრე $120-მდე გაძვირდა, მაგრამ შემდეგ $80-ზე დასტაბილურდა ირანის ომის მალე დასრულების იმედით. დასასრული მალე არ დადგება, როგორც სურთ. მოგვიანებით განვიხილავთ მიზეზებს. ირანს შეიძლება სხვა მოტივაციაც ჰქონდეს ამ სამოქალაქო ტანკერებზე თავდასხმისთვის, როგორც მაქს აფთერვერნერი აღნიშნავს თავის შეფასებაში სრუტეში მომხდარზე. ეს აშკარად ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის შურისძიებას გავს, აცხადებს აფთერვერნერი, როდესაც ის საუბრობს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსზე, რომელიც ფაქტობრივად ირანის რეჟიმის მეორე არმიის როლს ასრულებს. შურისძიების მიზეზი ისაა, რომ ისინი მუდმივად აშშ-ოს სამხედრო ძალების დარტყმებს იღებენ. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ეხება იმას, რომ ირანი უფრო მეტად ეკრდნობა ერთადერთ რამეს, რაც შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ დაარწმუნოს აშშ და ისრაელი შეწყვიტონ მასიური დაბომბები ირანის ტერიტორიაზე. ბლუმბერგის მიხედვით, ირანის სტრატეგია ჰორმუზის სრუტეში 2 სცენარისკენაა მიმართული, რომლებიც ირანის რეჟიმის ნარჩენებს აძლევს სარგებელს. იდეალური სცენარი ორივე მხარისთვისაა, რომ დარტყმებმა მოლაპარაკებებამდე მიიყვანო ისინი, რათა აშშ-მ თავიდან აიცილოს ზეწოლა, რაც იმ წყლის გზის ფაქტობრივად დახურვას მოხვება, სადაც მსოფლიოს საზღვაო ნავთობის 20% გადის. მეორე სცენარია ის, რომ ქაოსი გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას, როგორც ირანი ამტკიცებს, რადგან კომერციული გემები მთლიანად აირიდებენ სრუტეს და ბევრად უფრო გრძელ და ძვირიან მარშრუტებს აირჩევენ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. სწორედ ამას გულისხმობთ, როცა ჰორმუზის სრუტეს ირანის ერთადერთ ბერკეტს უწოდებთ. Forbes-ი კიდევ უფრო შორს მიდის 9 მარტის სტატიაში, რომელიც სამ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა და ჰორმუზის სრუტეში ირანის სტრატეგიას ქვეყნის ნამდვილ ბირთვულ ვარიანტს უწოდებს. Forbes-ის აზრით, აშშ-ს არ უნდა აწუხებდეს ბირთვული იარაღის დაუსრულებელი პროგრამა. ნამდვილი საფრთხე და ის, რასაც ირანი ახლა ცდილობს შექმნას, არის ის, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეზე სტრატეგიულ ბერკეტს გამოიყენებს და მას ხანგრძლივი დროით გაუვალად აქცევს. შესაძლოა ირანს ამის განხორციელებაც კი შეეძლოს. ჰორმუზის სრუტე ყველაზე ვიწრო ადგილას 21 მილს შეადგენს. ეს შეიძლება ვრცლად ჟღერდეს, თუმცა ტანკერები მთელ სივრცეში არ გადაადგილდებიან, ამბობს Forbes-ი. Forbes-ი ამატებს, რომ სრუტეში გემების მოძრაობას არ აქვს თავისუფლება, რომ სადაც უნდა იქ გაცუროს.
ჰორმუზის სრუტე დაახლოებით გაყოფილია საზღვაო მარშრუტებად. ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი, რომლებიც თითოეული დაახლოებით 2 მილის სიგანისაა და მათ შორისაც 2 მილის ბუფერული ზოლია. ეს ისედაც ვიწრო, 21 მილიან ბოთლის ხელს კიდევ უფრო ავიწროებს და მხოლოდ 6 მილამდე ამცირებს, სადაც ირანის სწრაფი ნავები პატრულირებენ და მისი დრონები შეიძლება დაარტყან. 11 მარტის 3 დარტყმა ამტკიცებს, რომ ირანს ნამდვილად შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ ამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს სათქმელი. კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმები უპასუხოდ ვერ დარჩებოდა და ASS-ის სწრაფმა და მძაფრმა შურისძიებამ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას მკაცრი გზავნილი გაუგზავნია, რომ ჰორმუზის სრუტეში მსგავს ქმედებას ყოველთვის მძიმე დარტყმით უპასუხებენ. ASS-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ ეს შურისძიება მოდიოდა. 10 მარტს Truth Social-ზე მან ირანის რეჟიმს უთხრა, რომ გონივრული იქნებოდა არ ეცადათ ჰორმუზის სრუტის კომერციული გემებისთვის სასიკვდილო მახეთ გადაქცევა. ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ირანის მეორე სტრატეგიაზე, ნაღმების ჩაკრაზე და განაცხადა, თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა, თუმცა ამის შესახებ ცნობები არ გვაქვს, გვინდა რომ ისინი დაუყოვნებლივ ამოიღონ. თუ რაიმე მიზეზით ნაღმები დაიყარა და ისინი დაუყოვნებლივ არ მოიხსნა, ირანისთვის სამხედრო შედეგები იქნება ისეთი დონეზე, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ტრამპმა ირანის რეჟიმს ახალი სტიმული შესთავაზა და აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ნაღმების დაყრისა და გემებზე თავდასხმების შეწყვეტა ჰორმუზის სრუტეში სწორი ნაბიჯი იქნება. ირანმა არ მოусმინა. მისმა დაუმორჩილებლობამ ქვეყანას სერიოზულად დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, დააჭირეთ ამ ღილაკს ახლა. ასე რომ გაფრთხილების მიუხედავად, ირანმა მაინც განახორციელა დარტყმა. ნაღმებით კომერციული ხომალდები არ გაუნადგურებია, მაგრამ სავარაუდოდ შაჰიდის მსგავსი საჰაერო დრონებით კომერციულ გემებზე ითავდა. ტრამპის დანაპირებისამებრ ASS-ში ირანის სამხედრო რეჟიმი ისეთი სასჯელით დაარტყა, რომ ისინი შოკში ჩავარდნენ. როგორ? ASS-ში ირანის 16 ნაღმსაყრელი გემი და რამდენიმე სხვა ხომალდი განადგურა შეტევების სერიაში. ASS-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინფორმაცია 11 მარტს დაადასტურა, ხოლო ტრამპმა 10 გემის განადგურების ამბავი ირანისთვის 10 მარტის გაფრთხილებიდან 13 წუთში გაავრცელა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბოლო საათებში ჩვენ გავანადგურეთ 10 უმოქმედო ნაღსაყრელნრელი ნავი ან გემი და კიდევ მეტი იქნება, განაცხადა ტრამპმა. ჩვენ თქვით, რომ შურისძიება მკისიერი იყო. ვარაუდობთ, როგორც კი ASS-შემ ჩვენ მიერ განხილული 3 დარტყმიდან პირველი შესახებ გაიგო, მაშინვე იმოქმედა. ირანი ამ ტკივილს იგრძნობს, რადგან ჰორმუზის სრუტის ნაღმებით კონტროლის გეგმა მალევე დაინგრა. უმოქმედო ხომალდები, რომლებიც ტრამპმა ახსენა, სავარაუდოდ მალე ამოქმედდებოდა. ახლა ისინი აღარ არიან კიდევ 6-თან ერთად მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავისი განცხადება გააკეთა. და თუ ირანს ეგონა, რომ ეს ყველაზე ცუდი იყო, მაშინ მას კიდევ უფრო მძიმე რამ ელოდა. ASS-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის ქმედებების საპასუხოდ სამხედრო ხომალდების მთელი კლასები გაანადგურა, რაც ნაღმფენების განადგურებაზე ძლიერი დარტყმა იყო. ასე ამბობს აფთერბერნერი, რომელიც ირანის საზღვაო ძალების ზარალს მიმოიხილავს. ის აზიარებს ASS-ის ცენტრალური სარდლობის კადრებს, სადაც ჩანს, რომ 10 მარტს ASS-ში ირანის წინააღმდეგ თითქმის ყოველ საათში მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამ მასშტაბური და გამანადგურებელი შურისძიების დარტყმების მსხვერპლთა შორის იყო შაჰიდ სოლეიმანის კლასის ბოლო 4 კორვეტი, რომლებიც ირანის ფლოტში დარჩენილიყო, რაც ნიშნავს, რომ მთელი ეს სამხედრო ხომალდების კლასი რუკიდან გაქრა. ASS ცდილობს მოულოდნელი, დინამიკური და გადამწყვეტი დარტყმებით იმოქმედოს, რაც მუშაობს, რადგან ირანს პასუხები არ აქვს. მისი სამხედრო ხომალდების უმეტესობა ვერ იცავს თავს ამერიკის აღმატებული საცეცხლე ძალისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ირანი ASS-ის შურისძიებით დარტყმებისგან შოქშია, მას მაინც აქვს გარკვეული შესაძლებლობები ჰორმუზის სრუტეში, რომლებსაც ის შეეცდება გამოიყენოს. დარჩით ჩვენთან. სულ მალე გაგიმხელთ, რა შესაძლებლობებია ეს. მაგრამ ჯერ განვიხილოთ ASS-ის დარტყმების მასშტაბი ომის დაწყებიდან. ამერიკის სასტიკი შურისძიების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებზე ციფრები გამოჩნდა. ASS-ს თქმით, თებერვლის ბოლოს ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან უკვე დაარტყა 5500-ზე მეტ სამიზნეს, რომელთაგანაც 60-ზე მეტი ირანის სამხედრო გემია. აქ უნდა განმარტო, როცა ASS-ში ამბობს 5500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, ეს არ ნიშნავს ამდენი ბომბისა და რაკეტის გაშვებას. გამოყენებული საბრძოლო მასალის რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება, განსაკუთრებით ირანის გამაგრებულ სამიზნეებზე საუბრისას, როგორიც ამ მიწისქვეშა ბუნკერები, რომლებსაც რამდენჯერმე უნდა დაარტყა, სანამ საბოლოოდ გაანადგურებენ. აქ ჩანს ASS-ის ბევრი ზუსტი დარტყმა, რომელთაგან ასობით დაემატა მას შემდეგ, რაც ირანმა ტრამპის გაფრთხილება ჰორმუზის სრუტეზე არ გაითვალისწინა.
ირანისთვის უკვე ცუდი იყო ნაღმზიდების დაკარგვა, მაგრამ ის რომ აშეჰეთში მას ყველგან უტყამს, პრაქტიკულად ყოველ საათში, აჩვენებს ირანის რეჟიმს, რომ ყოველი კომერციული გემისთვის, რომელსაც ის დრომით აზიანებს, აშეჰჩოს სრულად გაანადგურებს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, ხომალდებს და ყველაფერს, რასაც მისი რაკეტები და ბომბები ირანში მიაღწევს. როცა ამბობთ ყველაფერს, გულისხმობთ, რომ აშეჰჩოს შეუძლია აირჩიოს სამიზნეები, რადგან ირანს ამის შეჩერება არ შეუძლია. აშეჰჩემ უნდა გაითვალისწინოს, რომ 5500 სამიზნის დაბომბვა და ბევრად მეტი საბრძოლო მასალის გამოყენება გრძელვადიანად არ არის მდგრადი. პრესტონ სტიუარტი თავის ანალიზში განიხილავს ირანის ჰორმუზის სრუტის დარტყმებს და აშეჰჩოს მასშტაბურ საპასუხო დარტყმას. ის ამბობს, რომ 5500 სამიზნის დაბომბვა, ანუ დღეში 500, შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემად იქცეს. სტიუარტის თქმით, მხოლოდ დისტანციური საბრძოლო მასალებით დღეში 500 დარტყმას შენარჩუნება შეუძლებელი. ის ამბობს, ჩვენ ბევრი ტომაჰავკი გვექნებოდა. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ატაკემსი და შორმანძილზე მოქმედი ფთოსანი რაკეტა, ასევე საკმარისი რესურსი უახლოეს მომავალში, ყოველდღიურად 500 შეტევის განსახორციელებლად. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აშეჰჩო გადადის ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კამპანიაში მართვადი ბომბების გამოყენებაზე, რაც საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ის, რასაც ახლა ვხედავთ ირანში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ირანი აიძუონ უარი თქვას ჰორმუზის სრუტეში თავის პერკეტებზე. ამ ტემპის შენარჩუნება საჭირო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აშეჰჩემ ირანს ჰორმუზის სრუტეში სამ კომერციულ გემზე განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხი აგებინა, სულელური იქნებოდა გვჯეროდეს, რომ ამ საზღვაო გზისთვის ბრძოლა დასრულებულია. სრუტე მნიშვნელოვანია, როგორც ვახსენე ირანის სტრატეგიაზე საუბრისას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის $200-მდე გაზრდაა ბარელზე. სტრაუსის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამართლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ სრუტეში ყოველდღე 17 მილიონი ბარელი გადის, რაც მსოფლიოს ნავთობის მოხმარების 20-30%-ია, რაც რეალურ საფრთხეს ქმნის. სპარსეთის ყურის რეგიონი ჰორმუზის სრუტეზეა დამოკიდებული, რადგან მილსადენების არჩევანი შეზღუდულია. სპარსეთის ყურის ნავთობის 82% ჰორმუზის სრუტით გადის, ამიტომ ირანი სრუტეზე კონტროლს რეალური ბრძოლის გარეშე არ დათმობს. ამერიკის გამოწვევა ისაა, რომ ეს ბრძოლა არა ირანის სამხედრო გემებიდან, არც აშეჰჩის მიერ განადგურებული ნაღმზიდებიდან მოდის. ამის ნაცვლად ირანი დაეყრდნობა მეორე ვარიანტს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, სწრაფი შეტევითი ნავები. მიუხედავად სამხედრო გემების დაკარგვისა და მოძველებული ნაღმების სტრატეგიისა, ირანს ჯერ კიდევ ბევრი სწრაფი შეტევითი ნავი აქვს, რომლითაც სწრაფად უახლოვდება სამიზნეს, უშვებს დრონს ან რაკეტას და სწრაფად ტოვებს ადგილს. აფტერბერნერი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ამ სწრაფ ნავებს ეკიპაჟიც არ სჭირდება. ირანს აქვს პატარა სწრაფი ხომალდები, რომლებსაც ასაფეთქებლებით აღჭურს და დისტანციურად მართავს, რაც წააგავს საზღვაო დრონებს, რომლებსაც უკრაინა ასეთი გამანადგურებელი ბელი ეფექტით იყენებს შავ ზღვაში რუსეთის გემების წინააღმდეგ. ეს არის მთავარი შეშფოთების მიზეზი აშეჰჩოსთვის ამჟამად, როდესაც ის ჰორმუზის სრუტის სტრატეგიის ახალ ფაზაზე გადადის, მას შემდეგ რაც ნაღმფენები გაანეიტრალა. ამ სწრაფი ნავები გავლენას ახდენენ. აშეჰჩემ დონალდ ტრამპის მუქარების შემდეგ საპასუხო ზომები მიიღო, მაგრამ კომერციული ნაოსნობისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნა ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ყოველ შემთხვევაში არა იმ რაოდენობით, რაც მიანიშნებდა, რომ კომერციული გემების მფლობელები ფიქრობენ, რომ შეძლებენ გემების 12 მარტს მაშალის კუნძულების დროშით 2 გემი, სეფასი ვიშნუ და ზაფირა სვირი, დაზიანდა უფრო მასშტაბურ თავდასხმებში, ვიდრე ადრე განხილული 3. ორივე გემი ადგილობრივი დროით ხამის 1 საათსა და 30 წუთზე ერაყის სანაპიროსთან უცნობი ჭურვებით დააზიანეს და ცეცხლი გაუჩნდა. ხელისუფლებამ გადაარჩინა 38 ეკიპაჟის წევრი, თუმცა ერაყის მედიითი უწყებიან 1 ადამიანი დაიღუპა. ეს ნავები ჰორმუზის სრუტეში მუდმივი საფრთხეა. კითხვა ასეთია: როგორ გაუმკლავდება აშეჰჩუ მათ ახლა? ირანის მატერიკზე მართვადი ბომბებით შეტევების ტემპის შენარჩუნება, რასაც სტიუარტის ვარაუდით აშეჰჩუ აკეთებს, დიდ როლს ითამაშებს. ეს არის თამაში, სადაც ზეწოლას ზეწოლით უპირისპირდებიან და აშეჰჩს შეუძლია ბევრად მეტი ზეწოლა მოახდინოს ვიდრე ირანს. აშეჰჩს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოება. აფტერბერნერის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება იმ გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაყვანით, რომლებიც ირანში აღარ არის საჭირო საჰაერო დაბომბაზე გადასვლის გამო. ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის გამანადგურებლები ჰაერში უნდა ყავდეს, ამბობს აფტერბერნერი აშეჰჩის ცენტრალური სადლობის მიერ გავრცელებულ კადრებზე. ის ამატებს, იქ მეტი F-22, F-18, F-35 და F-16 თვითმფრინავი უნდა იყოს. იგი იხსენებს ვიდეოს, სადაც F-16 შაჰიდის დრონებს დუბაიში ანადგურებს, ამის დასამტკიცებლად. სავარაუდოდ გეგმა იქნება მუდმივი საჰაერო პატრულირების უზრუნველყოფა ჰორმუზის სრუტეზე. შესაძლოა ზოგიერთი მფრინავი ტანკერი გამანადგურებლებთან ერთად იმოძრავებს, რათა ნებისმიერი საჰაერო ან საზღვაო თავდასხმა განადგურდეს მანამდე, სანამ მიზანს მიაღწევს. ეს არის გამოსავალი, ძვირადღირებული, რადგან ამერიკის გამანადგურებლები და მათი იარაღი ბევრად უფრო ძვირია ვიდრე ის დრონები, რომლებსაც ირანი იყენებს.
თუმცა შეერთებულ შტატებს შეიძლება ძალიან მალე ამ საქმეში გარკვეული მხარდაჭერა გაუჩნდეს. Times-ის ცნობით, საფრანგეთი გეგმავს სამხედრო გემების უპრეცედენტო ფლოტის გაგზავნას ჰორმუზის სრუტეში, წითელ და ხმელთაშუა ზღვაში. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ამ შენაერთში შევა 2 ვერტმფრენზიდი, 8 ფრეგატი და შარლ დე გოლი, საფრანგეთის მთავარი ავიამზიდი. ეს გემები მოკავშირეების, სავარაუდოდ მათ შორის აშშ-ის გემებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის გახსნას ეცდებიან. ასე რომ შესაძლოა აშშ-ის ყველაფრის მარტო გაკეთება არ მოუწიოს. საფრანგეთის დახმარებით ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემების დაცვის დონე მნიშვნელოვნად იზრდება. ესკორტირება შესაძლებელი ხდება. სამხედრო გემებს შეუძლიათ კომერციული ხომალდების გვერდით იცურონ და ელექტრონულ ომსა და შეიარაღებას იყენებენ ირანის სწრაფი ნავებისა და ჭურვების გასანადგურებლად. ეს იდეალური არაა, მაგრამ ირანს აშშ-სა და მსოფლიოს წინააღმდეგ ბერკეტების უმეტესობა ეკარგება. თუ ირანი ნავთობის ფასის ბარელზე $200-მდე გაზს დასაპირებს, მოკავშირეების ჰორმუზის სრუტეში შესვლა პასუხია. რაც უფრო მეტი ფრანგული გემი მივა, აშშ-ს შეუძლია ირანის რეჟიმზე მატერიკზე საჰაერო კამპანიით ზეწოლა გააგრძელოს. ეს ზეწოლა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ირანის რეჟიმის დასამხობად, რაც გლობალურ ჯაჭვურ ეფექტს გამოიწვევს. ერთი ადამიანი, რომელიც ამ ზემოქმედებას იგრძნობს, შესაძლოა ირანის გარეთ ყველაზე მეტად არის ვლადიმირ პუტინი. ირანის რეჟიმის დაცემა პუტინის ახლო აღმოსავლეთის ამბიციებს დაასრულებს. თუ რატომ, ამას ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი ანალიზი ყველაფერზე, რაც ოპერაცია ეპიკური მრისხანების დროს ხდება. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.